ერთი ყავთ ამათ კიდე ცოტათი დაცურებული, იქ აი მაშინ აჭარაში და გურიაში. აი რატო ვიძახი ეს გველპირველი, ეს ტევ პირველი არის გველების ბუდე მეთქი რა. გადიან ამ მიკროფონი უჭირავ და ეკაბათებიან ეს იმაზე არის ხარებაზე შეყვარებული ეს მარიამ გაფრინდაშვილი დაძდებს ეს იგი მოსვენებას არ აძლევს სადაც კი დაინახავს აკალ მივარდება მიკროფონით ეს ნატო გოგელია კიდე ბოდიში და სადაც კი სახელმწიფო ჩინოვნიკს დაინახავს მივარდება და იქ საქმე აი ჟურნალისტი რა არის ჟურნალისტის ცნება ის არის საქმეში გაერკვე კითხვები დასვა ესენი კითხვებს კი ასვამენ ნოტაციებს უკითხავენ შენ არა ტუქსავენ თან შენ როგორ არ აქვს ხენი არხელა კაცი როგორ იქცევი ეხა იმ დღეს აი კიდე მე კურიოზი არის ეხა ეს რასაც ნატო გოგელია შევარდა ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში არა მე ხა ბოდიში და ესენი რა ფეხებზე მყიდია ვინ არიან საერთოდ ამათ სახეს წარმოგიდგენთ აი ვინ არიან ესენი საერთოდ და ვინ არის ესენი ჟურნალისტები არც არიან ეს არის სპეცსამსახურები ფაქტობრივად დასავლეთ პროვოკატორები აი ნახეთ ეხა როგორ იქცევა ეს სტალინის ჩიქა სატო გაქვთ უნდა გითხრათ არა უნდა გითხრათ სტალინის ჩიქით ყავასვა სტალინის ჩიქით ყავასვა უიცნობ პარკურის სპექტაკლში დამაინტერესა დამათვალიერებინეთ კარგად მეორე მხრიდან დაფოტოა ორივე მხრიდან სტალინია დამათვალიერებინეთ რა არის არა ხათეკით მანახეთ მეორე მხრიდან გადამაგებთ უცერხული ხო არ არის რა არის რა ვიცი რა გინდა უცერხულის არ არის სტალინის ის რა გაქვთ მართლა არის სტალინის ფოტოთი რო ყავასვა ახსოვს სიტუაცია აუცილებელი კადრია არა გალბათ შეიძლება თქვენ გიტლერის ჩიკაც კონდეს და ასე გასწრება გიტლერის ჩიკაც კონდეს არა არ მიხნებ აქ პრეზიდენტს სტალინის რატო დაგიშავათ თქვენ მაინც ჩვენ სოფლიოს დაუშავა ადამიანებს საგებია არა ჭიქა და ჭიქაზე ვიზუალი კალიგულასი რომ იყოთ ამიტომ სისხლისმელი ვარ არა მე არ მიკადრებია მსგავსი რა კარგი მოკლედ დავასუსტეთ რომ თქვენ არ გეხებათ ესა არა ეს არ არის ნორმალური ეხლა იმისი რა არ იყოს იმ კინოსი ეხლა ეს რო ანახო იმას რომ ნორმალური ეგონებათ რა ეხლა ქუჩაში რო შეგვდეს ეს მიკროფონის გარეშე შეიძლება თქვა რომ ეს არის ადამიანი და მაგრამ ეს მიდის ადამიანი სვამს ყავა სტალინის ჯერ ეხა სტალინი ვინ იყო ერთი უციგნური რო ხარ არც იცის აი სტალინი არ ყოფილიყო ეხა შენ არ იქნებოდი ამ ქვეყანაზე საერთოდ რა ფაშიზმი დაამარცხა და საქართველოს ამაყობს მისით და ესე იგი ეს თვითონ ვინ გეკითხება სტალინი ვინმე გეკითხება შენ ვისთან წევ ხარ საერთოდ ლოგიში ვინმე გეკითხება შე პირად სივრცეში რატო იჭრებით მე ყავას დავლებ ჩაის დავლებ თუ ღვინოს დავლებ რა ჭიქით რა შენი საქმე არის ეხლა ეს რაღაცა მორალური და ეთიკური ნორმებს არ ცილდება მეგობრებო ესენი არიან გეუნები ცოტა დაცურებულები და ცოტა სამკურნალოები ეს ხალი ისე აქნებს თავს დიდი ხანია ვამბობ რომ სამკურნალოა და ნუ ამუშავებთ აბა სხვა ნახეთ ვიღაცა რა აი სასაცილო არის და სატირალი რომ არ ბატონიშო არც რა ნებისმიერ ქვეყანაში აი ესე როგორც ესენი რო იქცევიან ეგრე რომ მოიქცეს იმას საერთოდ ტელევიზია შეუჩერებენ მაუწყებლობას რა გამოდიან აქ არჩევენ საქმეებს გამოდიან ყრესიან სააკაშვილის წერილს რო კითხულობენ ეს ვეტერანი ბოზები რომლებიც ყავთ დასაქმებული ესე იგი რომლებიც პენსიაზე გადასვლად ემზადებიან ეხლა ამ ვეტერანმა ბოზებმა ესტაფეტა მისცეს ახალგაზრდა ბოზებს და ისინი უკვე ამათ რა გონიათ იცი ასტანდარტი დაამკვიდრეს ქართულ ჟურნალისტიკაში ყველაფერი უნდა იკადრო და ეს არის ჟურნალისტობა ან უნდა შეუვარდე ლოგიში შეუვარდე იმაში კაბინეტში რასვა რაშამ რა შენი საქმეა მე რას დავლევ ბოდიში და იქნება ლოგიში ჩემომიძრე კიდე და იქნება რას ვაკეთებ და მიიღო მონაწილეობა კიდე იმაში რა უფეთურება ესეთი აი არანორმალურები არიან გესმის არ ვიცი ესენი ვინ არიან ფსიქიკურად შერყეული ადამიანები და იმიტომაც არის მე წამოვიდა ახალი პლიადა ამ ადამიანების გონიათ რომ ახლა ეს ტევ პირველზე ესეთი რაღაც ხდება ეს არის სტანდარტი ესე უნდა მოიქცე გესმის ხო არის ვეტერანებს რომ რაღაცა პენსიას უნიშნავენ და კი ეხა ბაგაცა რა შედარება ვეტერანები სამხედროები რომლებიც ისინი დამსახურებული ხალხია და ეკუთვნით მაგრამ ამათ ეკუთვნით ნიკა გვანამიას ორდენი და კიდე ვიღაცეების რომლებიც გამოიჩინეს თავი და უბედურება რა არის ცით ამ ვეტერან ბოზების მაგალითზე იზრდება მე თანამედროვე ახალგაზრდა გოგუშკები რომლებიც დარბიან იქა მიკროფონები იმ დღეს ესე იგი შევარდა კაცო ეს ჟურნალისტი იმაში რა ქვია პოლიციის შენობაში
ეკაჩავებოდა რა იმას, რასაც ქვია, პოლიციას. გამოდი, აბა ერთი აქაო რა, გამოდიო რა. როგორი წერმეთი უნდა მე ამისი კრებული გავაკეთო და შემოგთავაზოთ, რომ ესენი არ არიან გეუნებით რა და გასული არიან მომსახურეობის არეალიდან და მე ესე იგი გატაცება, რა გატაცება არის, ისი გატაცებით იტაცებდნენ და ის თქვენი აი ეს შეფი რო არის იქა მიშა თქვენ რომ მოდიში გიბარებდათ იქა ამოდით კანცელარიაშიო და ყველამ კარგად თვითით რასაც აკეთებდით იქ ხო ვეტერანი ბოზები რასაც აკეთებდნენ რიგი იდგა ერთი შევიდო და მეორე გამოვიდოდა რა ის ცოცხალი რიგი ხო და აი ესეც მომარეობაში როა ეს ქვეყანა იმიტომ მიდის ჩვენი საქმე კარგად